მოგესალმებით რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა დაცულ ტერიტორიებს მწვანე ტურიზმს ზოგადად გამოვეხმაურებით და ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროს ნატა სულთანიშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ მადლობა სტუმრობისთვის. ალბათ ნატა ჩვენი ტურიზმისთვის თქვენ სააგენტოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტურიზმისთვის, ესე ვთქვათ, მარკეტინგულად, ხოლო მდგრადი განვითარებისთვის ჩვენი გარემოსი საერთოდ სხვა ღირებულებისაა. ჩვენი დიალოგის დასაწყისში იქნებ გვითხრათ, ვთქვათ, რა არის ის განსაკუთრებული შედეგიანობა, რაც 2025 წლის ბოლოსკენ დაგიგროვდათ და შემდეგ უკვე ვისაუბროთ დაცული ტერიტორიები და ზოგადად სააგენტო ეს ცოცხალი ორგანიზმია და გარკვეული ტერიტორიების მატება, განახლება ეს ნორმალური პროცესია და ამ მხრივ როგორია წლევანდელი გეგმა, ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, სიამოვნებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზოგადად დაცულ ტერიტორიები არა მხოლოდ ეკოტურიზმის მიმართულებით, არამედ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, საქმეს აკეთებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. და პირველადი დანიშნულება დაცულ ტერიტორიების, რომ გავიხსენოთ, არის ის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნება, ჩვენი უნიკალური ბუნებრივი ფასეულობა, მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გადმოგვეცა წინა თაობებიდან და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ამ ყველაფერს მოვუფრთხილდეთ, დავიცვათ, გამოვითაროთ და მომავალ თაობას გადავცეთ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ იქნება საქართველოსის და მთელ მსოფლიოში დაცული ტერიტორიები, ამიტომ ენიჭება სპეციალური სტატუსი დაცული ტერიტორიების სახით. როგორც იცით, ჩვენ დღეს საქართველოში ხელმძღვანელობით კანონმდებლობით დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ და ასევე საერთაშორისო კრიტერიუმების IUCN-ის მიხედვით, რითაც ხდება სწორედ დაცული ტერიტორიების დაარსება და მისთვის კატეგორიის მინიჭება და გასული წლის მონაცემებით და დღევანდელი მონაცემებით ფაქტიურად უკვე ჩვენ გვაქვს საქართველოში 100 დაცული ტერიტორია სხვადასხვა რეგიონში, საერთო ფართობი დაახლოებით 930,000 ჰექტარი არის, რაც მთლიანად ჩვენი ქვეყნის 13-14% მოიცავს და მთავარი ღირებულება ის არის, რომ ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ ჩვენი ბუნებრივი ფასეულობის დაცვას. ჩვენთვის ადამიანებისთვის და ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის საჭირო სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, ბიომრავალფეროვნება, საკვებით ასასვენებელი ადგილები, ეს ყველაფერი დაცული გვაქვს დაცული ტერიტორიების სახით. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესებს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად განვითარების პროცესში არის და იგეგმება ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებაც, თუნდაც იმ რეგიონებში, სადაც ამ დრომდე ჯერ კიდევ არ იყო დაცული ტერიტორიები, ისეთი უნიკალური რეგიონები, როგორიც არის მხარეები, სვანეთი, გურია, რაჭა, ასე შემდეგ. კახეთში მიუხედავად იმისა, რომ 6 დაცული ტერიტორია უკვე არსებობს, კვლევებმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ არის პოტენციალი, რომელიც შესაძლოა არის ასევე დაცული ტერიტორიების საზღვრებში შევიდეს და მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა. გასულ წელს დავიწყეთ კახეთში მუშაობა და შესაბამისად დღევანდელ დღემდე ჩვენ გვაქვს უკვე გარკვეული, ასე ვთქვათ, მონაცემები, საველე კვლევების საფუძველზე არსებული მასალის გაანალიზებით, რითაც შეგვიძლია რომ წელს უკვე კახეთშიც ახალი დაცული ტერიტორიები დავარსებთ. გავაერთიანებ ორ კითხვას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სატყეო სივრცე, სატყეო ფონდი, ასე ვთქვათ, თანამედროვე დიდ სივრცეში და რეგიონში და განსაკუთრებით ევროპელებისთვისაც ფასობს იმ კუთხით, რომ ჩვენ გვაქვს მეტი წილი, ლამის აბსოლუტური უმეტესობა, დიდი წილი ბუნებრივი ტყეებისა. და არა ხელოვნური. ორივე გვაქვს, მაგრამ ბუნებრივი დიდი წილია, რაც ჩვენი ბიომრავალფეროვნების უნიკალურობას ძვირად ღირებულს ხდის. დაცული ტერიტორიების სივრცე მხოლოდ სატყეო ფონდი არ არის. და საერთოდ სხვა ფლორა, ფაუნის დაცვისა და გამყარების ამ მხრივ მდგრადობის შენარჩუნების განსაკუთრებული შესაძლებლობა და კარგი ფორმატია. ჩვენ არსებული და სამომავლოდ იგივე რაჭა ახსენეთ აი ამ რეგიონების დაცულ ტერიტორიებში შემოერთებით. ლოკალურ დონეზე რა ბენეფიტს ვღებულობთ, რა სარგებელს ვღებულობთ და გლობალურ დონეზე ჩვენი ბიომრავალფეროვნება, როგორც დაცული ტერიტორიების სახით, რამდენად განსხვავებული, განსაკუთრებული იქნება, რამდენად გახდება კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი იმისა, რომ სტუმრების ჩამოსვლა ამან გამოიწვიოს და საერთაშორისო უკვე სპეციალისტებისა თუ
კონკრეტული განსაკუთრებული სტატუსის აღიარება ისეთი როგორც გააჩნია მაგალითად კოლხეთის ეროვნულ პარკს დაცულ ტერიტორიას აი ამ მის მსგავსი აღიარების რა პერსპექტივები გაგვაჩნია კი ბატონო სიამოვნებით როგორც თქვენ აღნიშნეთ დაცულ ტერიტორიებს გააჩნია როგორც ეროვნული ღირებულება ასევე გლობალური საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული ასე ვთქვათ და მე ხას გაუსვამდი იმას რომ ასე ვთქვათ ეროვნული ღირებულებები რაც გამოიხატება იმაში რომ დაცულ ტერიტორიაზე არის ძირითადად რა თქმა უნდა ყველაფერი ბუნებრივად შემონახული ხელუხლებლად უცვლელად და სწორედ ეს არის მდგრადობის პირველადი ასე ვთქვათ დანიშნულება აქ შესაბამისად ის ბიომრავალფეროვნება რომელიც ცხოვრობს სახლობს გავრცელებული არის დაცულ ტერიტორიებზე ინარჩუნებს მდგრადად თავის საცხოვრებელ ადგილს თავის ჰაბიტატს შესაბამისად და დამატებითი ასე ვთქვათ დაცულ ტერიტორიების ღირებულება ის გახლავთ რომ სწორედ ეს ასე ვთქვათ საცხოვრებელი ადგილი მათ შეუნახოთ ხელუხლებელ მდგომარეობაში და ამიტომაც არის გამორჩეული დიდარი მრავალფეროვნებით ჩვენი დაცული ტერიტორიები მოგეხსენებათ გლობალურ დონეზე მსოფლიოში არსებობს ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული 36 ცხელი წერტილი და ერთ-ერთი არის საქართველოს კავკასიის რეგიონში რომელიც ზუსტად ხასიათდება ენდემიზმის გადაშენების პირას მისული სახეობების მაღალი დონით და შესაბამისად აქ ისეთი უნიკალური ასე ვთქვათ რეფუგიუმი არის თავშესაბარი ცხოველთა სამყაროსთვის და მცენარეთა სამყაროსთვის შესაბამისად აქ არის განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება წარმოდგენილი. რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც დაცულ ტერიტორიები არსებობს, რა თქმა უნდა, ასეთ რეგიონებს, ასეთ მხარეს გაუმართლა, იმიტომ რომ თელს მსოფლიოში ყველა ამაყობს იმით, რომ ის გვერდით არის დაცული ტერიტორია. ეს არის როგორ გითხათ, აი სახელმწიფოსთვის როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გერბი მაგალითად დამახასიათებელი ავთენტური რაც ხას უსმებს ჩვენს უნიკალურ როგორც ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ასევე კულტურული მიმართულებით ჩვენს ასე ვთქვათ ღირებულებებს და ისტორიულ თავისებურებებს რასაც აუცილებლად დაცვა და შენარჩუნება სჭირდება გლობალურ დონეზე რა თქმა უნდა საქართველოს ისევე როგორც სხვა ქვეყნებს ჩვენ გვაქვს ვალდებულება შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ფასეულობა ასე მაგალითად 2030 წლისთვის ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქვეყანას საქართველოს რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი იყოს დაახლოებით 17%. აქ მოიაზრება ასე როგორც ასე ვთქვათ IUCN კრიტერიუმების დაცული ტერიტორიები, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ეს არის სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აკვეთილი დაცული ლანდშაფტი თუ მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, ეს 6-ვე კატეგორია უკვე გვაქვს საქართველოში ასევე ისეთი ტერიტორიები, რომელსაც აქვს დაცვის სტატუსი, როგორც არის მაგალითად ზურმუხტის ქსელის ტერიტორიები, რომელიც ზოგიერთი ნაწილი ემთხვევა დაცულ ტერიტორიების საზღვრებს და სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიები, რომელსაც ასევე დაცულობის სტატუსი აქვს. რაც შეეხება დამატებით ასე ვთქვათ სტატუსებს აღიარება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი უკვე ახსენეთ კოლხეთის ეროვნული პარკი, კოლხეთის დაბლობზე ჩვენ გვაქვს ორი უნიკალური დაცული ტერიტორია, კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რომელიც რამსარის კონვენციით აღიარებულია როგორც რამსარ საიტები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები და კონვენცია შეიქმნა ზუსტად იმისათვის, რომ ასე ვთქვათ გლობალურ დონეზე თუ კი სადმე არსებობს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია, რომელიც პირველ რიგში გამოსაყენებელი და ვარგისი არის წყლის ფრინველთა საბინადროდ, ასეთი ტერიტორიები უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რამსარ საიტების ქვეშ. ჩვენ ასევე გვაქვს იუნესკოს მიერ აღიარებული მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნები 4 დაცული ტერიტორია, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კოლხეთის ეროვნული პარკი, ასევე მტირალას ეროვნული პარკი და კინტრიშის დაცული ტერიტორიები, რაც ასევე ხაზს უსვამს, რომ აქ არის უნიკალური ბიომრავალფეროვნება. აღიარების დროს ნომინაცია ესეთი იყო უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიები და კოლხური ტყეები. ერთობლივად ესეთი, ასე ვთქვათ, ჰაბიტატი გვერდ ფაქტიურად არ არსებობს მსოფლიოში და ამაზონის ჯუნგლებში შევადარებთ და სიჭარბე გვაქვს ჭარბტენიანობისა რომ ნამდვილად და შესაბამისად მსოფლიომ აღიარა რომ ეს არის უნიკალური და თითოეულმა მხოლოდ შემორჩენილი მთელს მსოფლიოში მსგავსი. მესამეულ გამყინვარებას შემორჩენილი, გადარჩენილი ასე ვთქვათ სახეობები, სადაც ასე ვთქვათ შეეფარენ ჩვენ დაცულ ტერიტორიებს და რეფუგიუმი ან თავშესაფარი პოვეს იქ განაგრძეს შემდგომ ცხოველქმედება. ხო, მე ვფიქრობ რომ ზოგადად დაცული ტერიტორიების დათქმული თუ დაუთქმელი შეგნებული თუ ირიბად მომხდარი მთავარი მისია არის სწორედ ის ერთის მხრივ რომ ჰაბიტატი არის დაცული და მეორეს მხრივ ჩვენ საბჭოური
რეალობის დასრულების შემდეგ გასაგების სიდუხჭირიდან გამომდინარე ტყისადმი არასწორი დამოკიდებულების, ცხოველებისადმი არასწორი დამოკიდებულებისა და ნადირობის რაღაც ველური წესების თვალსაზრისით ერთგვარი კულტურის გამომუშავების დამხმარე ელემენტად იქცა დაცული ტერიტორიები, იმიტომ რომ იქ სადაც რაღაცა სივრცეში მოექცა ტერიტორია და რაღაცა ელემენტარული მექანიზმები ამოქმედდა დაცულობისა, ამან გამოიწვია ჩამოაყალიბა საზოგადოების დამოკიდებულებაც ნადირობიდან დაწყებული გარემოსადმი იძულებითი თუ მერე შეგნებული დამოკიდებულების ერთგვარი ტრანსფორმაცია. ნამდვილად დაცულ ტერიტორიები არის ის მექანიზმი, რომელიც მე ვიტყოდი ყველაზე უკეთესად გამოხატავს, ასე ვთქვათ, იმ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, როგორ უნდა შევინარჩუნოთ, როგორ უნდა იყოს საზოგადოება გარემოს მიმართ და როგორ უნდა ვიცხოვროთ, ასე ვთქვათ, ჰარმონიაში გარემო პირობებთან ერთად. შესაბამისად ის წესები, დაშვებული დაკრძალული საქმიანობები დაცულ ტერიტორიაზე რაც ვრცელდება იურიდიულად და ჩვენი რეინჯერები ყოველდღიურად აკონტროლებენ და მონიტორინგს უწევენ ამ ყველაფერს და მადლობა მათ ამისათვის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილ საზოგადოებისათვის არის ნიშანი იმისა, რომ უფრო, ასე ვთქვათ, დაკვირვებით, უფრო მეტი პასუხისგებლობით მოეკიდოს ბუნებას და თვითონაც იგრძნოს ის პასუხისგებლობა, რაც გვაქვს გარემოს მიმართ, რომ თუ გვინდა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში და მუდმივად გქონდეს საცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი ასე ვთქვათ, რესურსი, ჩვენ უნდა მოფრთხილებით მოვეკიდოთ ბუნებას. კი ბატონო. აუცილებლად უნდა კითხოთ, გამოვიყენოთ თქვენი არ ყოფნა და მაინტერესებს ინფორმაციის დაზუსტება ტობის ჩანჩქერისა და არსენ ნოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების უნიკალური გამორჩეული ძეგლი. იქ ადრე მე მასპინძლობდი კიდევაც თქვენი უწყების წარმომადგენელს და მაშინ საუბარი იყო, რომ დაგეგმარება უნდა მომხდარიყო და შემდეგ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და შემდეგ მშენებლობაზე უნდა გადასულიყო და ახლა საინტერესოა ამ მხრივ რა ეტაპზე ვართ და როდისთვის შეეძლებენ ნახველები, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად მოიხილონ ამ მართლაც არარეალური გარემოთი. კი ბატონო, ზოგადად საქართველოში ყველა რეგიონი და განსაკუთრებით სამეგრელოც გამოირჩევა თავისი უნიკალური როგორც ასე ვთქვათ, ბუნების ძეგლებით, ბიომრავალფეროვნებით, ზოგადად ტყით და მასივებით, ტყის მასივებით და ასე შემდეგ. სხვათა შორის გეგმარებით დაცულ ტერიტორიებზე, როდესაც საუბრობდით, ერთ-ერთი რეგიონი არის სამეგრელოს რეგიონი, სადაც მოხდა გასულ წლიდან დაწყებული კვლევების განხორციელება, ჩატარება და ასე ვთქვათ, რამდენი მუნიციპალიტეტში მოხდა შეფასება ამ ყველაფრის. მათ შორის, რა თქმა უნდა, გეგმაში არის როგორც თქვენ ახსენეთ, არსენ ნოქროჯანაშვილის მღვიმის და ტობას ჩანჩქერის გარშემო, ასე ვთქვათ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ვიზიტორებისათვის გახდება უფრო საინტერესო და ამავდროულად უსაფრთხო მოსანახულებლად. ეს არის გეგმაში წლის განმავლობაში, წლის ბოლომდე აუცილებლად ვიზიტორებს ექნება საშუალება, რომ უფრო ახლოდან და უფრო ასე ვთქვათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ. გეგმის მიხედვით, კი ბატონო, ჩვენ გეგმაში გვაქვს და რა თქმა უნდა მივყვებით გეგმის მიხედვით სხვადასხვა ასე ვთქვათ, ლოკაციებზე განვითარებას, სადაც შესაძლებლობა არის იმისა, რომ მცირე ინფრასტრუქტურის სახით ახლა როგორც თქვენ ახსენეთ, მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ მდგრადი ტურიზმის განვითარება შეუწყოთ ხელი, რაც დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის აღელთ არის ცნობილი, ცხადია, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებზე აკენტო ამას ასე ვთქვათ, შესაძლებლობას გამოიყენებს და შეთავაზებს ვიზიტორებს. ზოგადად დაცულ ტერიტორიებს მით უმეტეს ჩვენ აღმოჩნდა, რომ ტურიზმის განვითარების ფონზე ის ტურიზმის ყველა მინიმუმ ყველა კლასიკური მიმართულებით ყველაფერი გვაქვს შესაბამისი, რომ მაღალ დონეზე შევთავაზოთ თურმე სტუმრებს. და წვანე ტურიზმით თუ გავაერთიანოთ მაგალითად რაღაც ბევრ მიმართულებას და პირობითად თქვათ ეკოტურისტული მიმართულება, დაცული ტერიტორიები ამ მხრივ ერთ-ერთი მაგენირებელი ძალა აღმოჩნდა და როგორ ფიქრობთ, ახლა გასაგები ამ სეზონზე ჯერ არა და გაზაფხულის მიწურულს ისევ დაუბრუნდებით ალბათ ამ თემასაც, როდესაც იგივე ლაშქრობის თემა შეიძლება უკვე რეალიზებული იქნეს პირობებიდან გამომდინარე. როგორ ფიქრობთ და როგორ ხედავთ აი ეს მზარდი ტენდენცია და თქვენი როგორც მაგენირებელი ძალის ფუნქცია გაგრძელდება თუ არა წელსაც ვთქვათ სტატისტიკისა და შინაარსობრივი თვალსაზრისით დაცული ტერიტორიებისადმი ლოკალური თუ საგარეო დამთვალიერებლების მოზიდვის კუთხით.
რა თქმა უნდა, არ შემეძლია არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ დაცულ ტერიტორიები არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, იმიტომ რომ ეკოტურიზმის ძირითადი მან დამახასიათებელი რაც არის, ეს არის უნდა იყოს აუცილებლად უნიკალური ბუნება და ბუნებრივი ფასეულობა, რომელიც ყველაზე კარგად დაცულ ტერიტორიაზე გვაქვს შემონახული, უნდა იყოს ამაში ძალიან დიდი წვლილი ადგილობრივი მოსახლეობის, რომ თვითონაც ჩაერთონ როგორც დაცულ ტერიტორიების მართვაში, ასევე ნახონ გარკვეული შემოსავლის წყაროს სახით სარგებელი დაცულ ტერიტორიებიდან, გარდა პირდაპირ სარგებლობისა, რაც უკავშირდება გარემო ბუნებრივ რესურსებს, რა თქმა უნდა, ირიბის სარგებელი ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა პროექტების სახით და რა თქმა უნდა ის სერვისები, რომელიც ვიზიტორს ხვდება უკვე ადგილზე ჩასვლის დროს, ეს არის რა თქმა უნდა ვიზიტორების გამოკითხვის და მუდმივად მათთან კომუნიკაციის შედეგად რა ურჩევნიათ, რა შეიძლება დახვდეთ და ჩვენ რა გავაკეთოთ მომავალში, რომ უკეთესი სერვისი შევთავაზოთ ვიზიტორებს. წელს უბრალოდ 2025 წლის მონაცემებით თუ ასე ვთქვათ გავაანალიზებთ, დაახლოებით 2,250,000 ვიზიტორი გვყავდა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. ეს მონაცემი არის, ასე ვთქვათ, გასულ წელთან შედარებით 13%-ით გაზრდილი არის, თუმცა მოგეხსენებათ პანდემიის დროს, როდესაც მოხდა უკვე ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება, მას შემდეგ უკვე პიკი დაფიქსირდა გასულ წელს. რა თქმა უნდა, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის მარკეტინგისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახური ჩვენი სააგენტოსი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური, რომელიც აქტიურად ვარ ჩართულები საერთაშორისო გამოფენებში, ინფორმაციის გაცვლაში, სწორი ინფორმაციის მიწოდებაში საზოგადოებასთან, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განაპირობებს იმას, რომ ვიზიტორებიც დაინტერესებულები არიან და შესაბამისად გეგმავენ დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობას. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ ესე ვთქვათ, დაცულ ტერიტორიების სააგენტოს პრეროგატივა არის, რომ ადგილზე დავახვედროთ უნიკალური ველური ბუნება, კარგად იყოს შემონახული და შენარჩუნებული ის უნიკალური სახეობები და ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემები, რაც დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება და რა ნიშაც აქვს დაცულ ტერიტორიებს და შესაბამისად მის სანახავად მოსულ ვიზიტორს ვცდილობთ და მომავალ, ასე ვთქვათ, მიმდინარე წელს დაგეგმილიყოს ასევე, რომ განვავითაროთ ქსელი დაცულ ტერიტორიების ძალაშქრობილი კების, უკვე დაწყებული არის მუშაობა, მოგეხსენებათ თქვენ, უდიდეს დაცულ ტერიტორიებზე, უმეტეს დაცულ ტერიტორიებზე ეს ყველაფერი კეთილმოწყობილია, მაგრამ ყოველზეურად ჩვენს მიერ ხდება ამის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში განახლება ან ჩანაცვლება და შესაბამისად ის მანიშნებლები, საინტერპრეტაციო, ასე ვთქვათ, დაფები, დაშვებული დაკრძალული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ვიზიტორთა ცენტრები, სადაც პირველად მაწმინძლოთ ვიზიტორებს და მათ ვუხსნით ჩვენი თანამშრომლების საშუალებით, რომ სად შეიძლება გადაადგილება, სად არის უსაფრთხო, რომელი ესე ვთქვათ ბილიკი არის ამ შემთხვევაში ესე მათთვის უფრო უპრიანი, რამდენი დრო აქვთ იმისათვის, რომ დაალაშქრონ დაცულ ტერიტორიები. აი ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელსაც ექნება ჩვენს ვიზიტორებს იმის საშუალება, რომ სასიამოვნოდ გაატარონ დრო დაცულ ტერიტორიებზე. გასაგებია. და აი ის ნაწილი, რომელიც გარემოს მიმართ უფრო გონიერ დამოკიდებულებას გულისხმობს, რასაც საგანმანათლებლო ნაწილი ქვია, ამ მხრივ ისე გააგრძელებთ პროექტებს თუ რამე სიახლეებიც გაქვთ დაგეგმილი. საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობა არის ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან სასიამოვნო ამავდროულად და შესაბამისად სააგენტოსთვის ეს ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ყოველ წელს. ცხადია, ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ასე ვთქვათ, შესაბამის უწყებებთან, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, რესურს ცენტრებთან და ის ციკლი, რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, დაწყებული წინა წლებში, საინფორმაციო შეხვედრები, საგანმანათლებლო კუთხით სხვადასხვა შემეცნებითი თემატური ლექცია, სემინარები ჩატარება ჩვენი როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონების თანამშრომლების მიერ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და აუცილებლად აღვნიშნავთ წელსაც გარემოს დაცვით დღეებს, განსაკუთრებით ეროვნული პარკების კვირეულს, ბიომრავალფეროვნების დღეს, ტყის და წყლის დღეებს შესაბამისად და ამას შევთავაზებთ იმ სკოლებს, იმ ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს და შეუძლიათ, რომ ახალი, ასე ვთქვათ, სკოლებიც ჩაერთონ, რა თქმა უნდა, ჩვენს პროექტებში. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებულ და შედეგიან წელიწადს გისურვებთ. მადლობა, ასევე წარმატებები. გაზაფხულისკენ ალბათ კიდევ ერთხელ თქვენი უწყების წარმომადგენლებს ვუმასპინძლებთ და გავიხსენებთ და ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დაცული ტერიტორიების სახით ლაშქრობის და გარემოსთან მეტი კომუნიკაციისთვის, სიახლოვისთვის შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ.
მადლობა კიდევ ერთხელ რადიომედის მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენ სტუდიაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროს ქალბატონ ნატა სულთანიშვილს მასპინძლობდით. მასთან ჩვენი დიალოგი რადიომედის Facebook გვერდზე აიტვირთება.